ანალოგიურად თუ ეხლა დავაკავშირეთ უბურთო კოორდინაცია, ფეხებს შორის გაძვენა მიმართულების სვლასთან, აქ საუბარი ზედმეტია 4-3 მეტრიანი აჩქარება ბურთიანად, აქაც რას ვაკეთებ? რატო ვაკეთებ იმას, ამაზე რამდენჯერ გვისაუბრია შიდა გარეს? ეს რას ემსახურება? აი ეს რას ემსახურება? ხო, და რო შევცვალე რა შემიძლია მე გავაკეთო? წამოვიღე ხა, აქ არ გამოვიდა. ანუ იმ პატარა 2-3 მეტრში ყველაზე მარტივად რაც შეძლო ჩემ ფეხს გაეკეთებინა, ერთი ფეხი და მეორეთი შესწორება, 1-2. მე უკვე მაქვს ვარიანტი, გადავიტანო, შევუტიო, დრიბლინგი გავაგრძელო. უბრალოდ ეხლა იმიტომ გაგაჩერეთ რომ მინდა რომ ეს აზრობრივად წარმოვიდგინოთ თამაშზე რა ხდება. თუ რააფერი განსაკუთრებული არ არის, ფეხებს შორის გაძვრენაც ვიცით. ქუჩაში რო დავდგეთ, ვითამაშებთ კიდევაც. და ისე გავაკეთებთ ჩვენი გონება ავაზე ვერც იფიქრებს, ინსტინქტია. ამდენი ხანი ფეხბურთს თამაშობთ, მაგრამ მე როცა ვიცი რომ აი აქ კაცი ესე მორბის, გავაძვენ და გამოვეცლები და არა გავაძვენ და დავეჯახები. ეს ხოვობა უნდა ვნახოთ, თუნდაც ფეხებს შორის გაძვენაზე როცა საუბრობთ. ხო, ყოველთვის საყვარელი და მარტივი ცრუმოძრაობაა. საღლიცინოა ზოგჯერ, მაგრამ მაგერ სერიოზულად დღევანდელ კი არა და ამ კვირეულში ჩაჯდა და გვაქვს ვარჯიში.